დილამშვიდობისა დღეს 3 მარტია დილის 8 საათი და 30 წუთი პირდაპირ ეთერშია გადაცემა ერთსრულოვნების დილა სოფიო კუჭავა და გეგინემ სიწვერიძე ვიქნებით თქვენთან ერთად ყველას მშვიდობიან და წარმატებულ დღეს გისურვებთ სოფიო მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე დედის დღე და ბედნიერი დედობა გისურვო და გვაქვს შესაძლებლობა ასევე რომ ჩვენ მშობელ დედებს მიულოცოთ დღევანდელი დღე და დიდი მადლობა გადავუხადოთ იმ ყველაფრისთვის რასაც ისინი ყოველთვის აკეთებდნენ ჩვენთვის და დღემდე აკეთებენ დედა დიდი მადლობა ყველაფრისთვის და ბედნიერ ცხოვრებას და დედობას გისურვებთ და სრულიად საქართველოს ქალბატონებს მინდა მიულოცოთ დღევანდელი დღე ბედნიერ დედობას და ცხოვრებას გისურვებთ ყველას მეც მივულოცავ დედაჩემს, რა თქმა უნდა, მეც მადლობას გადავუხდი იმ ყველაფრისთვის, რაც მან ამ ხნის განმავლობაში ჩემთვის, ჩემი ძმისთვის გააკეთა. ნამდვილად შეუფასებელი და დაუფასებელია ის ღვაწლი და ის პროფესია, როგორც არის დედობა და ნამდვილად ყველაფრისთვის დიდი მადლობა და ყველას ვულოცავ დიდი სიყვარულით, იმიტომ რომ ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო პროფესია, რასაც ქვია დედობა და ყველას ბედნიერ დედობას გისურვებთ. რაც შეეხება ჩვენს გადაცემას, ვიდრე გაგაცნობდეთ გადაცემის ანონსს, ნახოთ საეკლესიო კალენდარი და გავიგოთ ვისი ხსენიებს დღეს 3 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია. 3 მარტს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა ნიკოლოზ კათოლიკოსს, ბაგრატიონს, წმინდა ლეონ რომის პაპს, წმინდა აღაპიტო აღმსარებელს, სვინადელ ეპისკოპოსს, წმინდა ფლავიანე აღმსარებელს, კონსტანტინოპოლელ პატრიარქს, ღირს პავლე კორინთელს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეუხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. ყველას გილოცავთ დღევანდელი წმინდანების ხსენების დღეს და რაც შეეხება ჩვენი გადაცემის ანონსს. პირველი სტუმარი ტრადიციულად მოძღვარი იქნება, შემოგვიერთდება საირმეზე მდებარე წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მღვდელი იაკობ მუჯირი. მოძღვართან ერთად ვისაუბრებთ წმინდა ანდრია კრეტელის სინანულის დიდი კანონის შესახებ. მოგეხსენებათ 1 მარტს 74 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს სამეფო სახლის მეთაური რეჟისორი ბატონიშვილი ნუგზარ ბაგრატიონი გრუზინსკი. ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფი და ტელევიზია ერთსულოვნების სახელით მწუხარებას გამოვხატავთ, რა თქმა უნდა, ბატონი ნუგზარის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებთ საქართველოს სამეფო სახლს, მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს. აქვე გეტყვით, რომ სამოქალაქო პანაშვიდი 4 და 5 მარტს გაიმართება ყოლაწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, დაკრძალვა კი მოხდება 6 მარტს სვეტიცხოველში. უსამძიმრებთ სრულიად საქართველოს ბატონიშვილი ნუგზარ ბაგრატიონი გრუზინსკის გარდაცვალების გამო. ქართველი კომპოზიტორის, დირიჟორისა და პედაგოგის ოთარ თაქთაქიშვილის 100 წლისთავთან დაკავშირებით 4 მარტს ნიჭიერთა 10 წლეთში ვიქტორია ჩაპლინსკაიას კლასის კონცერტი საღამო გაიმართება. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდებიან სტუმრები, ოპერის თეატრის კონცერტმაისტერი, ზურაბ ანჯაფარიძის საერთაშორისო ფონდის ლაურეატი, ნიჭიერთა 10 წლედის პედაგოგი ვიქტორია ჩაპლინსკაია და ცნობილი კომპოზიტორი 10 წლედის პედაგოგი კახა ცაბაძე. გადაცემის დასკვნით ნაწილში ტრიო მელოდია იქნება ჩვენი სტუმარი. ტრიო ზუსტად 1 წლის წინ დაფუძნდა. მომღერლები ასრულებენ როგორც საეკლესიო საგალობლებს, ასევე ქალაქურ და ფოლკლორის ნიმუშებს. ასევე გვექნება შესაძლებლობა მოვისმინოთ მუსიკალური ნომრები მათი შემოქმედებით. ასეთი იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ახლა ვნახოთ ამინდის პროგნოზი, როგორი ამინდი გველოდება დღეს სრულიად საქართველოში და ამინდის პროგნოზის შემდეგ მოძღვართან ერთად დავბრუნდებით სტუდიაში.
დავბრუნდით ეთერში მოძღვართან ერთად შემოვიერთთ და საიმეზე მდებარე წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მღვდელი იაკობ მუჯირი მოძღვართან ერთად ვისაუბრებთ წმინდა ანდრია კრეტელის სინანულის დიდი კანონის შესახებ. დილამშვიდობისა მამა იაკობ. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. გილოცავთ დედის დღეს, მიულოცავ ყველა დედას. მიულოცავ დედა ჩემსაც, რომელიც თბილისში არ იმყოფება და მადლობა ღმერთს თქვენ უსმენდით თქვენს გადაცემას, რომ მიულოცეთ თქვენს დედებს. მადლობა უფალს, რომ ჩვენ დედები გვყავს გვერდით და შეგვიძლია რომ მიულოცოთ მათ და ვისაც აღარ ყავს ღმერთმა აცხოვნოს მათი დედები. გაიხარით, ძალიან დიდი მადლობა. როგორც უთხარით მაყურებელს, წმინდა ანდრია კრეტელის სინანულის დიდი კანონის შესახებ უნდა ვისაუბროთ დღეს ჩვენს გადაცემაში და რომ ავხსნათ და განუმარტოთ ჩვენს მაყურებელს, რა არის წმინდა ანდრია კრეტელის სინანულის დიდი კანონი, როგორც ვიცით, დიდმარხვის პირველ 4 დღეს იკითხება, 4 ნაწილისგან შედგება და უფრო მეტ დეტალზე თქვენ გვეტყვით ბუნებრივია. ანდრია კრეტელის კანონი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ბევრი ღრმა სწავლება არის ამ ტექსტში. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა უკავშირდება სინანულს და აი ეს სინანული ნაჩვენები არის წმინდა წერილის ფონზე. როგორც ადამმა სცოდა, როგორც ევამ სცოდა, როგორც სხვა მრავალმა სცოდა, მათი შეცოდება გახსენებული და ვიცი რომ მოწყალე ხარ ღმერთო მათთან გამოვლენილი წყალობის კვალობაზე და მათ მსგავსად შემიწყალე მე. აი ეს არის ძირითადი სათქმელი წმინდა ანდრია კრეტელისა და ასევე მნიშვნელოვანია ის საღვთისმეტყველო სწავლება, რომელიც ამ წიგნში არის, ამ ტექსტში. საუბარი არის ტრინიტარულ სწავლებაზე, ანუ ყოვლადწმინდა სამების სწავლებაზე, საუბარი არის ქრისტოლოგიაზე, ანუ კონკრეტულად ქრისტეს შესახებ სწავლებაზე, საუბარი არის მარიოლოგიაზე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შესახებ სწავლება და რა თქმა უნდა, ნახსენები არის ძველი და ახალი აღთქმის მართლები და ასევე ცოდვილი ადამიანები. ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენი ფორმატიდან გამომდინარე ვერ შევეხებით სრულად, მაგრამ ვეცადეთ რომ ორშაბათის საკითხავიდან გამორჩეული ადგილები მოვნიშნე და შევეხოთ შეძლების და გვარად. აი ესეთი პირველი მუხლი არის ესეთი, პირველ ქმნილსა ადამიანს გარდასვლითა ვებაძე და განუბრძა სიშუშლე ვაგრძენ სიშიშვლე და განბძარ ბუნებայի ჩემი. აი ეს არის მნიშვნელოვანი, რომ პირველ შეცოდებას საკუთარ თავს მიაკუთვნებს იგი. ანუ ზოგიერთი ადამიანი ეკლესიის გარეთ ყოფი ფიქრობს, რომ ადამიანმა შესწოდა, ევამ შესწოდა და არ მაქვს მე წილი ამ შეცოდებასთან, თუ ასე ვიტყვით. ამიტომ ის ამბობს, რომ როგორც ადამიანმა შესწოდა, ასევე ვიგრძენი მე საკუთარ თავში განშიშვლება. აი ამ განშიშვლებაში გულისხმობა ის, რომ ზოგადად წმინდა წერილში სიშიშვლე არის სისუსტე. და როდესაც მსტოვრები მიდიან ისრაელიანთა წიაღში, ანუ მზვერავები და ხდება ამ მზვერავების შეპყრობა, ისრაელიანები ეუბნებიან, რომ თქვენ მოხვედით ამ ქვეყნის სიშიშვლის სანახავად, ანუ თქვენ გსურთ რომ დაზვეროთ ჩვენი ქვეყნის სუსტი ადგილები. აი ეს სიშიშვლე ყოველთვის იყო სუსტი წერტილი და ვიგრძენი ჩემი სისუსტე იმის გამო რომ მე გარდავაქცი, ანუ დავარღვიე მცნება, შენი რჩევა რომ არ გავითვალისწინე და შეცდომა დაუშვი, საკუთარ თავში ვიგრძენი სულიერი სისუსტე, აი ამას ეუბნება. და მნიშვნელოვანია რომ ადამიანის მაგალითია გახსენებული, როგორც ადამიანის შემთხვევაში მოხდა ეს, ჩემ შემთხვევაშიც ამგვარად განვიცადე მე ცოდვისმიერი გამოცდილება. ჰოი უბადრუკო სულო, რაისა ემსგავსე პირველსა ევას. და არა მარტო ადამიან ახსენები, არამედ ევას დაცემაცა ნახსენები. რა არის ევას დაცემა? რა იგულისხმება ამ მდგომარეობაში, რომ ევა მიხილა მშვენიერება ცნობადის ხისა, კეთილისა და ბოროტის შემეცნების ხისა და ლამაზი სახილველი იყო, ამავდროულად გემრიელი იყო ხილვად და უпростоრად გემრიელი იყო გემოს ხილვით და მშვენიერი იყო სანახავად, მიიზიდა აი ამ კეთილ მშვენიერებამ და არის ადამიანის გარეშე. აქ არ არის დიალოგი ადამიანსა და ევას შორის პირველ შეცოდების წინ, ცალკე არის ადამი და ცალკე არის ევა და აი ეს რასაც წმინდა ილია მართალი ამბობს, გათითო კაცების პრობლემა ჯერ კიდევ იყო ედემში და ევას მარტო მყოფობას, ასე ვთქვათ, წინ უსწრებს ადამიანთან დაშორება.
ადამის გვერდით არ ყოფნა, ადამი, რომელიც ღვთის პირველი ქმნილება და რომლისგანაც ესმა ევას ღვთისმცნება და ნება. ანუ პირველი გარდამოცემაც უფლისმიერი უწყებისა იყო ადამის მიერ, იყო ედემში და მოისმინა ევამ და ასეთ ადამიანს, ასეთ მეორე ნახევარს ტოვებს იგი და მის გვერდით არ იმყოფება, ბუნებრივია ცდუნებულია ამ ფონზე და უშვებს შეცდომას. და ბოლოს ვიცით რომ ამის ცოდვისმიერი შედეგი არის ედემის მიღმა დარჩენა და იხსენებს წმინდა მამამ ამ მდგომარეობას სამართლად განიხადა ედემით ადამ. ანუ ედენ არის ებრაული სიტყვა, როგორც წმინდა გრიგოლ ნოსელი განმარტავს და ნეტარ სამყოფელს ნიშნავს. ნეტარებად ითარგმნება ედემი, ნეტარ სამყოფელის მიღმა. სხვა ადგილზე არის ნახსენები 64-ისა იგი ფუფუნება, აი ეს სიტყვებიც კი არის ნახსენები. ამის მიღმა დარჩენილია ადამი და ევა, რამე თუ არა დაიმარხა ერთი მცნება იშენი. ანუ მხოლოდ და მხოლოდ ერთი შენი რჩევა არ გაითვალისწინა ადამმა და ევამ და აი ამ ნეტარებას, ამ ფუფუნებას, ამ კეთილდღეობას მათთვის გამზადებულს მოაკლდნენ ისინი. ხოლო მე რა იყო? ნახეთ ზოგიერთი ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ადამმა შეცოდა და მე არ შევცოდავდი. წმინდა მამა ანდრია კრიტელი ამბობს, რომ მათ ერთი მცნება, ერთი რჩევა, ერთი მოწოდება დაარღვიეს, ხოლო მე უამრავი მცნება დავარღვიე ღვთის წინაშე. ნახეთ როგორი სიტყვებია, ხოლო მე რა იყო, რომელიც სამარადისოდ უდებ ყოფ სიტყვათა შენთა მაცხოვარ. ანუ ერთხელ კი არ დავარღვიე მცნება, არამედ სულ შენი მცნების დარღვევით გამოვირჩევი, ანუ ცოდვის მიერებით. ზიარების წინა ლოცვებში არის ესეთი სიტყვები, შენ მხადი, ხოლო მე გეულტი, ესრეთ ყოვლითურთ წინააღმდგომარს ცხოვრებაი ჩემი წინაშე შენსა. ანუ სულ მეძახი შენ და მე გაგირბი ვარ. მე გეულტი ნიშნავს იმას, რომ მე შენგან გავრბი ვარ ღმერთო. და ასეთ წინააღმდეგობაში მოდი სულ ჩემი ცოდვის მიერი მდგომარეობით ჩემი სული შენს წინაშე ღმერთო და შემიწყალე მე. მაგრამ აი ამ ცოდვის მიერების მიუხედავად არის ცოდვის მიერი გამოცდილებიდან გამომდინარე იმედი და ნუგეში. და რა არის ნახსენები, ნახეთ. შეგწოდე შენ უფრო ის ყოველთა კაცთა. ანუ პავლე მოციქული ამბობს, რომ ცოდვილთა შორის პირველი მე ვარ. ბუნებრივი ანდრია კრიტელიც ამ სიტყვებს ამბობს, რომ ყველა ადამიანზე უფრო მეტად მე შეგწოდე შენ. არა თუ ადამიანზე, არამედ მთელი კაცობრიობის ისტორიაში თუ კი ვინმე ყოფილა, მათზე ცოდვილი ვარ მე. ეს არის სიწმინდის ერთ-ერთი ნიშანი, როდესაც ადამიანს უაღრესად ცოდვილად მიაჩნია საკუთარი თავი და ხედავს ამ ცოდვის მიერ მდგომარეობას. მაგრამ არ წარიკვეთს სასოს, ეს არის მნიშვნელოვანი. მხოლო მან განგარისხე. მე ვარ ერთადერთი, რომელმაც შენში ცოდვის მიერი მდგომარეობიდან გამომდინარე უწყალობა და უმადლობა განმოპირობე ჩემი ცხოვრებისა. არამედ ღმრთეებრ მაცხოვნე ქმნილი შენი. მაგრამ მე ვიცი რომ შენ ღმერთი ხარ და შენი შექმნილი ვარ და როგორც ღმერთს შეგიძლია ჩემი ცხოვნება. გამოვსახენ უკეთურნივ ნებანი გემოსხილვითა ურჩებისათა. ანუ არ დაგემორჩილე შენ და აი ამ ურჩობის კვალობაზე მე ცოდვა დავაგემოვნე, ცოდვის მიერი გამოცდილება შევიძინე და წარწყვდები და წარწმიდე გონებისა შვენიერება, ის პირველ ქმნილი უბიწოება, ის სიხალასე, ის სიწმინდე და სიწრფოება, რომელიც ყველაზე მეტად ბავშვებშია შემორჩენილი, დავამძიმე და დავაზიანე მე. სხვაგან არის ნახსენები გაუბძარე, ანუ ძველ ქართული სიტყვა ეს და რაღაც ნაკლულევანება თითქოს ბზარი შევიტანე ამ პირველ ქმნილ და პირველ ყოფილ სიწმინდეში. და შემდეგ არის ნახსენები გარდამეცნე ზღელვანი ვნებათანი. მიუხედავად იმისა, რომ მე ჩემ ცოდვილობას ვაღიარებ, ვიცი რომ ჩემზე ძალიან დიდი საცდური და ძალიან დიდი მანქანება იყო ამოქმედებული ეშმაკისა და გარდამეცნე ზღელვანი ვნებათანი მოწყალე უფალო, არამედ ვითარცა პეტრეს ხელი აღმიბყარ. არა მარტო ძველი აღთქმის ადამიანებია გახსენებული, არამედ თავთა მოციქული პეტრე. პეტრე, რომელიც გულმხურვალებას იჩენს და ამბობს, რომ მიბრძანე მე მოსვლად შენ და უკვე თუ შენ ხარ უფალო. აი საუბარია იმ მდგომარეობაზე, როდესაც ღელვის დროს ნავში მყოფებ მოციქულებს
აჩრდილი ეგონათ ქრისტე და შეეშინათ და ღაღატყვეს შისაგან, მაგრამ ქრისტემ თქვა სიტყვები კადნიერ იყვენით მე ვარ, ნუ გეშინიათ მე ვარ. და პეტრე განსაკუთრებული გულხურვალებიდან გამომდინარე ამბობს, რომ თუ კი შენ ხარ უფალო, მომეცი ნება და უფლება, რომ მოვიდე მე შენთან და მართლაც მიდიოდა იგი, მაგრამ ჩაიძირა თავისი შეეჭვების გამო და ამიტომაც პეტრეს მსგავსად მეც მოვდიოდი შენსკენ, წმინდა ანდრე კრიტელი ამბობს და მინდოდა მოსულიყავი, მაგრამ ვეღარ მოვედი შენამდე. და როგორც პეტრე ჩაიძირა, ამომიყვანე მის მსგავსად უფალო. ნახეთ ეს სიტყვებია, განუბძარე მე პირველ სამოსელი, პირველ ქმნილი ჩემი. ანუ პირველი სამოსელი რა არის ადამიანის? სიწმინდე. რაც ადამიანმა შეიმოსა ღვთისაგან ეს იყო სიწმინდე. შეიმოსე ნათელი ვითარცა სამოსელი. ანუ სამოსლის მსგავსად სიწმინდე ემოსა ადამიანს და სამოსლის ასე ვთქვათ შებღალვა და ასე ვთქვათ ბიწიერ ყოფა ნიშნავს საქმიანობას უკეთურს. თუ კი მე წმინდა და სუფთა მოსიეს, ესე იგი მე სუფთად ცხოვრობ. ხელთა შემთა შემქმნეს მე და დამბადეს მე და დავიბანე უბრალოებითა ხელნი ჩემნი, ამიტომ ნათქვამი, რომ არა მარტო წყლით ვიბან მე ხელებს და ჰიგიენური სისუფთავი არ არის მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ ჩემ ხელებს განწმენს ჩემი პატიოსნება, ჩემი საქმიანობა და ჩემი ხელები, ჩემი უბრალოებით, ანუ პატიოსნებითაა დაბანილი. ესაა ნახსენები ფსალმოთა წიგნში, ხოლო აი ამ უბრალოების და პატიოსნების კვალობაზე სიწმინდეს შეიმოსავს ადამიანი და სიწმინდის გვირგვინი არის ღმერთი, ანუ ღმერთშემოსილობა და ამიტომაც არის ძველ ბერძნული ტერმინი თეოფოროს, ღმერთშემოსილი. და ნახეთ რა არის ნახსენები, განუბძარე მე პირველი სამოსელი, რომელი პირველიდან მიქსოვა ღმერთმან, ანუ შემიქმნა და ვზძემე შიშველი. აი ეს შიშველი არის კიდევ ერთხელ ვამბობთ სისუსტე და ის სიწმინდე, რომელიც მომადლა და მომიქსოვა ღმერთმა, ანუ უშრომელად მომადლა მე, დავკარგე და აი ამ სიწმინდის დაკარგვის კვალობაზე ვიგრძენი სულიერი სისუსტე და დაუძლურება. და რა არის ამის ნაყოფი? მოსიეს მე ხენეში კვართი. ხენეში არის უხეში, ხენეში არის აი ჯვალოს ნაჭერი, ანუ უხეში ნაჭერი, რომელიც ყველაზე უბირ ადამიანს ეცვა, ანუ ყველაზე ნაკლებად დაწინაურებულ ადამიანს, ყველაზე უპოვარ ადამიანს, ანუ წყალობას მოკლებულ ადამიანს. და აი ეს ხენეში კვართი ზოგჯერ იყო სამოსი მეფეებისაც კი, როდესაც ისინი საკუთარ თავს სინანულში ამყოფებდნენ, ვიცით დავით მეფსალმუნე, რომელმაც შეიმოსა ჯვალოს ნაჭერი, ანუ ხენეში კვართი, ეს იყო მხოლოდ შიშიშვლის დასაფარი უხეში სხეული და თავზე დაიყარა ნაცარი, რომელიც იყო ძალიან დიდი გლოვის და სინანულის სიმბოლო. და ამბობს, რომ აი ამ პირველქმნილი სიწმინდის დამკარგავი შემოსილი ვარ ხენეში კვართისა, ანუ მონანული ვარ და განწყობილი ვარ იმისათვის, რომ შენ შეგირიგდე უფალო, რომელი მიქსოვა გველმან. ნახეთ მოსიეს მე ხენეში კვართი, რომელი მიქსოვა გველმან. გველში ყოველთვის იგულისხმება დაცემული ანგელოზი, დაცემული ძალა, ანუ ეშმაკი, სატანა, წინააღმდგომი და გველი არის ერთ-ერთი ბიბლიური ალეგორიული სახისმეტყველება და არა მარტო გველი, არამედ მგელი, იმიტომ რომ ზიარების წინა ლოცვებში არის ნახსენები სიტყვები წარმიტაცოს მე გონიერმან მგელმან ზაკვით და მაცდუნოს. რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება მგლის მიერ ადამიანის პირდაპირ მნიშვნელობით მონადირება, არამედ მგელში აქაც იგულისხმება გველი, ანუ ეშმაკი. არის კიდევ სხვა ბიბლიური სიმბოლოები, მაგალითად ვეშაპი თავისი დაუცხრომლობით, რომელიც ყოველთვის ასე ვთქვათ ცდილობს, რომ დანთქას უამრავი წყლის ბინადარი, ასევე ლომიც არის მისი სიმბოლო, როგორც მტაცებელი, რომელიც მზირინ ფარულად მიტაცებად გლახაკისა და მიზიდვად მისა, როგორც ფსალმოთა წიგნი ამბობს. და ესე იგი, რა არის განსხვავება აი ამ მდგომარეობაში? ღმერთმა მოუქსოვა სიწმინდის სამოსელი ადამიანს, ხოლო გველმა ხენეში კვართი შემოსა, უხეში, უპატიო და ღირსების დამაკნილებელი, ანუ შეუფერებელი ადამიანისათვის. და განზრახვითა კდემულ ვარ შენგან და მე მრცხვენია შენი უფალო, რადგანაც არ მაქვს ის
შესაფერისი შესამოსელი, რომელიც მე უნდა მქონდეს, ანუ სიწმინდე, რომელიც შენ მე უშრომელად მომეცი, დავკარგე და ისეთი რამ მაცვია, ანუ ხენაში, რომელიც ჩემი ღირსებისთვის შეუფერებელია და ამანად შემარცხვინა და მრცხვენია მე შენი. მეძავისა მის ცრემლთა მეცა შევსწირავ და გამოსავალი არის ის, რომ ღრმა და დიდი სინანული კონდეს ადამიანს აი ასეთი მდგომარეობის დროს და თუ კი მეძავმა შეინანა და მეძავი არაუკუაგდო ღმერთმა და შეიწყალა, ეს არის ყველა ცოდვილისათვის ძალიან დიდი მაგალითი იმისა, რომ ღმერთი მოწყალია და წირვის დროს, როდესაც მღვდელი ამბობს ასამაღლებელს, რამე თუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ და შენ და დიდებას აღვავლენთ ერი, ანუ მგალობელთა გუნდი, ამბობს ამინ, ანუ ჩვენ გვწამს, რომ სახიერი და კაცთმოყვარეა ჩვენი ღმერთი და ამიტომ გვაქვს იმედი, რომ იგი ყოველთვის შეგვიწყალებს ჩვენ და მან არაუგულებელყო მეძავი და შეიწყალა და ყოველი ცოდვილი ადამიანისადმი არის მოწყალე და ამის მაგალითია იოანეს სახარების მეოთხე თავი საუბარი სამარიტელ დედაკაცთან, როდესაც სამარიტელ დედაკაცს ყავდა 5 პარტნიორი და მე-6, რომელთანაც თანაცხოვრებაში იყო, არ იყო მისი ქმარი. და ქრისტე არამხელს მას და ეუბნება, წარვე და მოხადე ქმარსა შენსა, მოიყვანე შენი ქმარი ჩემთან. და ის ამბობს, რომ მე არ მყავს ქმარი. და ქრისტე ეუბნება, ესე კეთილად თქვი, ეს კარგია რომ აღიარე და შეძელი ამის საჯაროდ თქმა, საჯაროდ იგულისხმება, რომ აღიარება ქრისტეს წინაშე და შემდეგ იგი საჯაროდაც აღიარებს სამარიტელთა ქალაქში, ყოველივე მითხრა მე რაოდენი ხმენ და რა არის კეთილი? კეთილი არის ცოდვათა აღიარება და კეთილი ნაწილის გამორჩევა და ეუბნება დიპლომატიურად ქრისტე, რომ რადგანაც შენ 5 ქმარი ყავდა და ახლა რომელიც ყავს არც ისაა შენი ქმარი და ამის აღიარება რომ შეძელი, ეს არის ძალიან დიდი სიკეთე. და მე მხოლომან ვწოდე შენდამი, მე ვწოდე უფრო ის კაცთა ქრისტე მაცხოვარ, ნუ განმაგდებ მე. ნახეთ, აი ეს ქრისტოლოგიური სწავლება, რომელიც ვახსენეთ, მას ანუ ქრისტეს აღიარებს ღმერთად, იცის რომ ქრისტე არის მოწყალე და მიუხედავად იმისა, რომ ამბობს, რომ ყველა კაცზე მეტად შევწოდე, ვიცი რომ შენ შეგიძლია ჩემი შეწყალება, ამიტომაც ხმობ და მოგმართავ შენ რომ შემიწყალო მე. ჰემ წყემსო სახიერო ქრისტე, მომიძიე ცხოვარი და ცთომილსა ნუ გულებელ მყოფ. მე ვარ ის დაკარგული ცხვარი, რომელმაც კეთილმა წყემსმა უნდა მოიძიოს და როდესაც დატოვებს 99-ს და ერთს მოძებნის ქრისტეს სიტყვების თანახმად და არის ნახსენები უფლისმიერ სხვა სიტყვები სხვა ადგილზე, რომ სხვანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არ არიან ამის ეზოსაგან. ანუ მე მყავს სხვა ბევრი ცხვარი, რომელიც ჯერ კიდევ ეკლესიის წევრი არაა და რომელიც ამ ეზოში არ არის. და ხმისა ჩემისა ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს და მე მათ მოვაქცევ და მოვაბრუნებ ეკლესიის წიაღში და მეც ამგვარი ცხვარი ვარ, წმინდა ანდრია კრიტელი ამბობს, რომელიც ეკლესიის გარეთა, რომელიც წარწმედის გზაზეა და ვიცი რომ მოწყალე ხარ და ვაქ ამის იმედი, რომ არ დამტოვებ, მომიძიებ და დამაბრუნებ მამის წიაღში. შენ ხარ დამბადებელი ჩემი, შენ ხარ ტკბილი იესო. ნახეთ როგორი სიტყვებია. ანუ მან იცის რომ გამოცდილება აქვს ასეთი, რომ ღმერთი მოწყალია და ტკბილია და ყოველ გოლეულზე და ანთრაგზე უფრო ტკბილია, როგორც ფსალმუნთა წიგნი ამბობს, ანუ ყველა სიტკბოზე გამოუთქმელია ის სიტკბოება, როდესაც ადამიანი თან განიცდის ღვთის წინაშე იმას, რომ ცოდვილია და თან მასთან ღმერთია ამ ცოდვილობის მიუხედავად. ამაზე დიდი სიტყვება არ არის და შენ მიერ განმართლდები მხსნელო. და აი ეს სიტყვა ძალიან მნიშვნელოვანია, მე აღარ გავაგრძელებ ბევრს, მაგრამ აუცილებელ მუხლებს შევეხები. ნახეთ როგორი ზლისპირი არის ესმა წინასწარმეტყველსა სმენა მოსვლისა შენისა და შეეშინა. ესე იგი წინასწარმეტყველი, რომელმაც იცოდა რომ უნდა განკაცებულიყო ქრისტე, ანუ ღმერთი უნდა მოსულიყო ადამიანად, მან ამის შესახებ, როდესაც თავადვე ღვთისგან გაიგო, შეშინდა და ნახეთ რამ შეაშინა. ვითარ შობად ხარ ქალწულისაგან და სახილველ კაცთა მიერ. როგორ უნდა იშვე შენ ქალწულისაგან ღმერთო და როგორ უნდა გიხილოთ ჩვენ ადამიანებმა შენ დაუსაბამო ღმერთი. უფალო მესმას მენა შენი და შემეშინა დიდება ძალსა შენსა უფალო. მე
მოვისმინეს დიდებულება და განკვირვებაში ვარ, ანუ განცვიფრებული ვარ, მაგრამ დიდება შენ ძალს უფალო და მე მრწამს რომ ასე იქნება. ამიტომაც პავლე მოციქული სხვა ადგილზე ამბობს, ღმერთი გამოჩნდა ხორცითა, ყრმათაცა ეზიარა ხორცითა, ეს სხვა ადგილზე აკიდენ ნათქვამი და აი ამ უწყების თანახმად რომ ღმერთი უნდა განკაცებულიყო, ესაია წინასწარმეტყველი ამბობს, ქალწული მიუდგება და შობს ძეს, უწოდებენ მას ემანუელს, რომელიც თარგმანებით ნიშნავს ჩვენთან არის ღმერთი. და მე მინდა შევეხო ასევე ყოვლადწმინდა სამების შესახებ სწავლებას და ასევე მარიოლოგიას და ამით დავასრულებ. განუყოფელად არსებითა, შეურნევნელად პირებითა ღმრთის გმეტყველებ, სამხატოვანსა ერთსა ღმრთეებასა. ანუ ყოვლადწმინდა სამების განუყოფლობის შესახებაა სწავლება, შეურევნელობის შესახებაა სწავლება, ანუ ძალიან ღრმა საღვთისმეტყველო სწავლება ყოვლადწმინდა სამების შესახებ და ასევე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შესახებ, შობდა ქალწულებ უხრწნელო და გიე ორკერძოვე ბუნებითა ქალწულად. ანუ შენ შობ და ისევ ქალწულად რჩები შობის შემდეგ და ძალიან მნიშვნელოვანია, შობილი განაახლებს ბუნებისა ჯულსა, ხოლო საშო შობს განუხრწნელად, რამე თუ წესთა ბუნებისათა ძლევს ღმერთი და ყოფს მას რაიცა ენებოს. ანუ ღვთისნებით ყველაფერი აღსრულდება, ღმერთი აღასრულებს იმას, რაც სურს, თუნდაც ქალწულისაგან იშვება და ქალწულადვე დარჩება მისი ყოვლადწმინდა დედა. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შესახებ, ანუ მარიოლოგიის შესახებ სწავლება და ყოვლადწმინდა სამების შესახებ, ანუ ტრინიტარული სწავლება, მამის შესახებ სწავლება, ძის შესახებ სწავლება, ანუ ქრისტოლოგია, სულიწმინდის შესახებ სწავლება, ანუ პნევმატოლოგია, ყველაფერი დაუნჯებულია აი ამ საკითხავში, რომლითაც წარმოჩენილია წმინდა ანდრია კრიტელის ძალიან ღრმა ცოდნა ღვთისმეტყველებისა და ჩვენ არ დაგვჭა დრო რომ მისი ცხოვრების შესახებ გვეთქვა, ის იყო გამორჩეული თავისი სიყრმიდან, მაგრამ მასაც ჰქონდა პრობლემები 7 წლამდე უჭირდა მეტყველება და 7 წლის შემდეგ, როდესაც იგი ეზიარა, პირველად ამეტყველდა და არა მარტო ამეტყველდა, არამედ სასიამოვნო მოსასმენიც კი იყო იგი და მან მიიღო ძალიან დიდი განათლება და იგი იზრდებოდა იერუსალიმის პატრიარქის კარზე და უნდა ყოფილიყო იერუსალიმის პატრიარქის მოსაყდრეც კი, მაგრამ საეკლესიო წესიდან გამომდინარე მისი ასაკის სიმცირის გამო იგი არ იქნა გამორჩეული მოსაყდრედ და მერე მას ჩაებარა ქრივთა და ობოლთა სახლები, ანუ ის ასე ვთქვათ, ჰუმანიტარული მოღვაწეობა, რომელიც იმ დროშივე არსებობდა ეკლესიაში, ბოლოს მიდის კრიტის სამწყსომდე იგი მისი ნების საწინააღმდეგოდ, იმიტომ რომ მას სურდა, რომ ყოფილიყო მოღვაწე, სურდა რომ უფრო მეტად მონასტერში ყოფილიყო და არა, ასე ვთქვათ, პირველი პირი და იერარქი, მაგრამ გამოარჩიეს ეპისკოპოსად და მინდა ვთქვა, რომ მან ანდრია კრიტელმა სინანულის კანონის გარდა ძალიან ბევრი ლამაზი საგალობელი შექმნა, განსაკუთრებით გამოირჩევა იოანე ნათლისმცემლისადმი მისი შექმნილი სადიდებლები და ასე ვთქვათ შესხმანი სულიერნი, როგორც ბერძნულად არის ოდოი პნევმატიკოი, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ დიდი სინანულის კანონი და ამის მსგავსად ჩვენმა მეფემ დავით აღმაშენებელმა გალობანი სინანულისანი შექმნა. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის და ჩვენთან მოგზაურობისთვის მამა იაკობ. დაგემშვიდობებით. მადლობა თქვენ. საირმეზე მდებარე წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მღვდელი იაკობ მუჯირი იყო ჩვენი სტუდიის პირველი სტუმარი. ლოცვის დრო ახლა ერთად აღვავლინოთ უფლისადებელი ლოცვა და დაგებრუნდებით გადაცემის სხვა სტუმრებთან ერთად. დიდება მაღალთაში ნომერცა ამოუჩვენო
რომელი ხარ ცათაშინა წმინდა იყავ სახელი შენი მოვედინ სუფევა შენი იყავ ნება შენი ვით არცა ცათაშინა ეგრეცა ქვეყანასა ზედა პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან რამე თუ შენი არს სუფევა ძალი და დიდება მამისა დაძისა და წმინდისა სულისა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა რამე თუ ესერა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემო რამე თუ ესერა ჭეშმარიტება შეიყვარე უჩინონი და დაფარულნი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე განბანო მე და უფროს თოვლისა განსპეტაკნე მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულით ამთავრობისათა დამამტკიცე მე ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა უფალო ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა რამე თუ უკეთუმცა გენება მსხვერპლი შემცა მეწირა არამედ საკვერთხი არ აგთნდეს მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემოსრული გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ ალილუია 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 დიდება შენ და ღმერთო ალილუია 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 დიდება შენ და ღმერთო ალილუია 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო დიდება შენ და ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო Smiloda
გრძელდება ერთსულოვნების დილა, ახლა უნდა შემგთავაზოთ ვიდეო ჩანახატი და მანამდე გეტყვით, რომ 1 მარტს 74 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს სამეფო სახლის მეთაური, რეჟისორი ბატონიშვილი ნუგზარ ბაგრატიონი გრუზინსკი. ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფი ტელევიზია ერთსულოვნების სახელით მწუხარებას გამოუხატავთ, რა თქმა უნდა, ბატონი ნუგზარის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებთ საქართველოს სამეფო სახლს, მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს. აქვე გეტყვით, რომ სამოქალაქო პანაშვიდი 4 და 5 მარტს გაიმართება ყულაწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, დაკრძალვა კი მოხდება 6 მარტს სვეტიცხოველში. ბატონი ნუგზარის შესახებ ნახოთ ვიდეო ჩანახატი. საქართველოს სამეფო სახლის მეთაური, ქართველ მირონცხებულ მეფეთა მემკვიდრე, ბატონიშვილი ნუგზარ ბაგრატიონი გრუზინსკი გარდაიცვალა 1 მარტს 74 წლის ასაკში. იგი მამის, ბატონიშვილი პეტრეს გარდაცვალების შემდეგ, კერძოდ 1984 წლიდან დღემდე იყო საქართველოს სამეფო სახლის მეთაური და სამეფო ტახტის მემკვიდრე. ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ იგი ნაყოფიერ მოღვაწეობას ეწეოდა სამეფო სახლის პოპულარიზაციისათვის, არა მარტო სამშობლოში, არამედ საზღვრებს გარეთაც. ამ მიზნით ცნობილია ბატონიშვილი ნუგზარის მნიშვნელოვანი ოფიციალური ვიზიტები მსოფლიოს მართლმადიდებელ პატრიარქებთან თუ სხვა ქვეყნების არისტოკრატიული წრეების წარმომადგენლებთან. ბატონიშვილი ნუგზარის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენდა სამეფო ოჯახის მიერ განხორციელებული საქმოვანმოქმედო ღონისძიებები, რასაც სირთულეების მიუხედავად მაინც მცირედით ახორციელებდა. საქართველოს სამეფო სახლის მეთაურობის პარალელურად ბატონიშვილი ნუგზარი გახლდათ ასევე კინომსახიობთა თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მიხეილ თუმანიშვილის მოწაფე და თანამოაზრე. იგი მოღვაწეობდა რეჟისორად საქართველოს ტელევიზიაში, ასწავლიდა ხელოვნების აკადემიაში. იყო გრიბოედოვის თეატრის მთავარი რეჟისორი. 1997 წლიდან მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მთავარი რეჟისორი. კინომსახიობთა თეატრში მას ეკუთვნის არაერთი მნიშვნელოვანი სპექტაკლი, როგორებიცაა მიშელ ფერმოს „კარებს აჯახუნებენ“, მიხეილ მრევლიშვილის „წამება დედოფლისა“, ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“, გურამ დოჩანაშვილის „აღდგენითი სამუშაოები“, ჰარალეთი, ჰარალეთი, მფრინავი ხვლიკი ქართულა და მხოლოდ ერთი კაცი, ანზორ სალოქვაძის „ნანილი“ და სხვა. მრავალი წლის განმავლობაში იყო ასევე ეროვნული სასახლის პოეზიის თეატრის რეჟისორი, რომელმაც ახალგაზრდების არაერთი ნიჭიერი თაობა აღზარდა. ბატონიშვილი ნუგზარ ბაგრატიონი გრუზინსკის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება 4 და 5 მარტს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში. დაკრძალვა მოხდება 6 მარტს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, მისი მეფე წინაპრების გვერდით. საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების სახელით მწუხარებას გამოვხატავთ და სამძიმარს ვუცხადებთ სამეფო ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებსა და კოლეგებს. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში სტუმრებთან ერთად. ქართველი კომპოზიტორის, დირიჟორისა და პედაგოგის უდიდეს საზოგადო მოღვაწის ოთარ თაქთაქიშვილის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი და დაკავშირებული ღონისძიების შესახებ უნდა ვისაუბროთ. 4 მარტს ნიჭიერთა 10 წლეთში ვიქტორია ჩაპლინსკაიას კლასის კონცერტი საღამო გაიმართება. თემაზე სასაუბროდ კი შემოგვერთნენ სტუმრები, ოპერის თეატრის კონცერტმაისტერი, ზურა ფანჯაბარიძის საერთაშორისო ფონდის ლაურეატი, ნიჭიერთა 10 წლეთის პედაგოგი, კაპიტანი ვიქტორია ჩაპლინსკაია და ცნობილი კომპოზიტორი 10 წლეთის პედაგოგი ბატონი კახა ცაბაძე. დილომშვიდობის მადლობას ვახსენებთ მობრძანებისთვის. როგორც აღნიშნეთ, ბატონო თაქთაქიშვილის 100 წლის საბთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც 4 მარტს გაიმართება და რა თქმა უნდა საუბარს თქვენით დავიწყებთ კაპიტანი ვიქტორია, იმიტომ რომ ეს ღონისძიება სწორედაც რომ თქვენი მეთაურობით, ასე ვთქვათ, იმართება, ხო? როგორ უნდა აღინიშნოს ეს თარიღი? და პირველ რიგში გილოცავთ დედის დღეს სიყვარულით. დიდი მადლობა. მოგესალმებით. მივესალმები ერთსულოვნების ყველა მაყურებელს.
და მეც ნიშანდობლივია რომ ჩვენი შეხვედრა შედგა ასეთ დღესასწაულს როგორც არის დედის დღე და ყველა დედას უსურვებ ბედნიერებას და მათი შვილების ბედნიერ მომავალს. გაიხარეთ. და ჩვენი დღევანდელი შეხვედრის თემა არის საიუბილეო თარიღი ჩვენი უდიდესი კომპოზიტორის ვიტყვი რომ მე-20 საუკუნის კლასიკოსის ოთარ თაქთაქიშვილის საიუბილეო თარიღის 100 წლის თავს, რომელიც არის ჩანიშნული 4 მარტს ნიჭიერთა აწლედის ხელშეწყობით ჩვენ ახალ გარემონტებულ სკოლის დარბაზში ჩვენი მოსწავლეების მონაწილეობით და ამისთვის ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ჩვენ ხელმძღვანელობას ბატონ ნოდარ ჟვანიას, ქალბატონ ესმა ქირიას, ქალბატონ თამარ მიქაძეს, რომლებიც ყოველთვის მხარში გვიდგანან ამ ნიჭიერი ბავშვების განვითარებაში, ზიარებისთვის, მშვენიერების ზიარებისთვის. და რაც ეხება ბატონ ოთარს, ეს იმდენად დიდი პიროვნება იყო, რომ მაგაზე საუბარს ალბათ არაერთი გადაცემა უნდა მიეძღვნას. უბრალოდ ჩემი როგორც პედაგოგის მისია არის, რომ მე ვაზიარო ჩვენ მოსწავლეებს, ჩვენ ახალ თაობას იმ ფასეულობას, რაც გააჩნია ჩვენ მუსიკალურ მემკვიდრეობას. რაოდენ მდიდარია ჩვენი ქართული მუსიკა, რომელიც დაყრდნობილია ქართულ ფოლკლორზე და მინდა რომ ეს სიყვარული და ეს ყველაფერი რამაც მიგვიყვანა ამ დრომდე ამ ბავშვებმა სწორედ შეაფასონ და ღირსეულად გააგრძელონ ეს ხაზი ჩვენი ქართული მუსიკის სიყვარული. ბატონი ოთარის მემკვიდრეობა ძალიან მდიდარია. ის იყო როგორც კომპოზიტორი, პიანისტი, დირიჟორი, ლოდბარი, დიდი მოღვაწე, ერთადერთი ბალეტი არ შეუქმნია ხომ როგორც ის ქმნიდა ძალიან ბევრ ჟანრში და ჩვენ ამ კონცერტში შევეხეთ კამერულ ინსტრუმენტალურ და კამერულ ვოკალურ და საოპერო ჟანრებს, რომლის მე მოგახსენეთ მონაწილეები არიან ძირითადად ჩვენი აწლედის მოსწავლეები და მაგათ გვერდით გამოდიან ჩვენი დიდი პროფესიონალები ოპერის თეატრის უდიდესი პასუხისმგებლობა აქვს უდიდესი პასუხისმგებლობა როცა გამოუცდელ მოსწავლეს აყენებ პროფესიონალის გვერდით ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი გამოცდილება და ძალიან დიდი ბედნიერება მათთვის ძალიან დიდი ბედნიერება და მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ოპერის თეატრის მომღერლებს სულხან გველესიანს, ელენე ჯანჯალიას, მარიკა მაჩიტიძეს, ნათია სტეფანიშვილს, გივი გიგინეიშვილს, ზურა ფანჯაფარიძე უმცროს, მევიოლინე ქეთევან თავშავაძეს, რომლებიც აი ასე გულწრფელად სიამოვნებით ემსახურებიან გარდა მშვენიერებას, აი ასე გამოუცდელ აწი ფეხზე რომლებიც ფეხზე უნდა დადგნენ მუსიკოსები და იცით როცა შევეხეთ თაქთაქიშვილის მუსიკას ჩვენ სულ ყველა მივიღეთ უდიდესი ბედნიერება და ეს ერთობლივი შემოქმედება არის საანსამბლო ხელოვნება. საანსამბლო ხელოვნება გულისხმობს ურთიერთგაგებას მუსიკაში. საერთოდ ყველას გვჭირდება ურთიერთგაგებაში და მუსიკა ისეთი რამ არის, რაც უცხო ენას არ მოითხოვს.
აი მუსიკა არის საერთაშორისო ენა. ნებისმიერი ადამიანის სხვადასხვა ეროვნების თუ მუსიკაში ერთნაირად აზროვნებენ, ძალიან ბედნიერება ორივე მხრისთვის და აქ მე მინდა ვთქვა რომ ოთარ თაქთაქიშვილმა შექმნა ძალიან ბევრი ოპერა, 8 ოპერა აქვს, მათ შორის მინდია, ყველაზე პოპულარული მინდია ვაჟა-ფშაველას პოეზიაზე, მთვარის მოტაცება გამსახურდიას რომანის მიხედვით, ჯავახიშვილის თემებზე აქვს 3 ნოველა და ასევე უამრავი რომანსი გალაქტიონ დაბიძის, სიმონ ჩიქოვანის ტექსტებზე. მე აღნიშნავდი ცალკე ერთ-ერთი მე ვთვლი რომ არა მარტო ქართული მუსიკის მე ვთვლი რომ მსოფლიო მუსიკის შედევრია 5 პოემა გალაქტიონ დაბიძის ტექსტზე. აი ნამდვილად შედევრია ეს. ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ფლეიტისთვის სონატა, ფლეიტისთვის და ფორტეპიანოსთვის, რომელიც არის ერთ-ერთი მარგალიტი და მსოფლიო მასშტაბით ხო რომ ჩამოთვალთ ხარ რომ გავხსენოთ კომპოზიტორები, ალბათ არც თუ ისე ბევრია, ვისაც ესე მუსიკალური თვალსაზრისით კლასიკურ სულგურისხმობს თავისავთ, რომ ესე მრავალფეროვანი იყოს ჟანრობრივად მისი შემოქმედება. და მსოფლიოს დონის ღირებულების მუსიკა შექმნას და ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ მოგვეცა საშუალება აი შევხებულიყავით აი ამ მუსიკას და ძალიან დიდი მოწიწებით ვემზადებოდით ამ თარიღისთვის და ყველას ვისაც აინტერესებს ბატონი ოთარის შემოქმედება გთხოვთ მობრძანდეთ 4 მარტს 4 საათზე დიახ ნიჭიერ თაძლეთში. დიახ, ბატონ კახა, თქვენგანაც რა თქმა უნდა საინტერესო არის რომ მოვისმინოთ თქვენი დამოკიდებულება, თქვენი შეფასება ბატონი ოთარის, იმიტომ რომ თქვენ წანდებით ერთ-ერთი გამორჩეული კომპოზიტორი, თქვენი ნაწარმოებებიც როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებსაც ცდება და თავისთავად ეს განცდები ძალიან ახლოს არის ხომ, როდესაც ეხები შემოქმედს, ეხები ადამიანს, რომელიც არის ერთ-ერთი გამორჩეული კომპოზიტორი, რომ შემოქმედებაც ასევე გაარღვია ქვეყნის ფარგლები და ყოველსათვის საერთო ენა შექმნა, ასე ვთქვათ, ხომ? ძალიან დასაფასებელია არა მხოლოდ მუსიკალურ თვალსაზრისით, არამედ ის პერიოდი, რაც კულტურის მინისტრი ბრძანდებოდა ბატონი ოთარის, საკმაოდ დიდი შრომა, დიდი ღვაწლი გაწია და დასდო ქართულ კულტურას. მოვისმენთ სიამოვნებით თქვენი მხრიდან. პირველად მინდა დღევანდელი დღე მოგილოცოთ ყველას. კულტურისთვის. დედის დღე. გმადლობ. შვილებს მინდა ლევან ჭუბაბრიას ლექსი მახსენდება ფრაზა შენ ყველაზე მეტად რომ მიყვარხარ შენ ყველაზე ცოტას გეფერები. შვილებს მინდა უთხრა რომ დედებს დიდხანს ეფერები. კონდეთ ეს ბედნიერება და დედებს უსურვო რომ ბედნიერი და სულ გახარებული ენახოთ თავისი შვილები. ილოცავთ კიდევ ერთხელ. რაც შეეხება დღევანდელ საღამოს და თქვენ კითხვას, რომ ახლა ბატონი ოთარი იყო უდიდესი ქართველი კომპოზიტორი, რომელმაც დატოვა აი თქვენ ჩამოთვალეთ აი ჟანრები, ხო ოპერიდან დაწყებული სულ მცირე ფორმის ნაწარმოებებიც აქვს შექმნილი და შედევრებია თითოეულში მისი მხრიდან ჩადებული აქ. ну მე მაგალითად ძალიან მიყვარს მინდია ოპერა საოცრება მისი დამოკიდებულება ფოლკლორის მიმართ ამას წინათ იყო რამოდენიმე წლის წინ შავლე ქშილაკაძემ თხოვა რომ რედაქტირება გამეკეთებინა მისი მეგრული სიმღერების რასაც უთად ექცევა ქართულ ფოლკლორს საოცრება მისი აი ფლეიტისთვის სონატა ვახსენეთ ხო ეს არის აი მე მგონი რომ უნდა ისწავლებოდეს ფორმის თვალსაზრისით როგორ არის ეს ჩამოყალიბებული როგორ აი როგორი პროფესიონალიზმით არის ეს ყველაფერი გაკეთებული და პლუს ამას ხო უზარმაზარი შემოქმედება დატოვა და იყო უდიდესი საზოგადო მოღვაწე
აი მარტო ის რომ ახსენოთ, რომ მის პერიოდში, აი ოქროს ხანას რომ უწოდებთ ქართული კულტურის, სწორედ მისი მინისტრობის პერიოდს ემთხვევა უმრავლესი წლები. თუნდაც ანსამბლ რუსთავის შექმნა რადღირს ქართველებისთვის, ხო? და ნუ მრავალი ასეთი სხვა და მე მინდა დღევანდელი საღამოს დღევანდელი კი არა, ნუ დღეს საუბარი დღეს ხვალინდელ საღამოზე ვთქვა, რომ ვიკა ჩაპლინსკაის მინდა მადლობა გადავხადო. მახსენდება დღეს უთხარი კიდევაც ვიკას სულხან ნასიძემ თქვა, რომ ქალბატონი ვიკა რო არ იყოს ქართული მუსიკა დაიხურებოდა. ეს არის უდიდესი პროპაგანდისტი ქართული მუსიკის მართლაც. უდიდესი მოყვარული ამ თავისი საქმისა, უდიდესი გამოცდილების მქონე ადამიანი. მე მგონი არ დარჩენილა მომღერალი საქართველოში, რომელთან ერთადაც არ აქვს ნამუშევარი ქალბატონ ვიკას და სწორედ რომ აი ბავშვებს აზიარებს აი ესეთ დიდ შემოქმედებას და ის რომ აი თქვენ ახსენეთ კიდევაც რომ დიდი მომღერლები ესეთი წარმომადგენლობითი არის ხო შემსრულებლების აი პიანისტებთან ერთად რამხელა ბედნიერება მართლაც ბავშვებისთვის. ასე დიდ წარმატებას გისურვებთ ქალბატონო. ქალბატონო ვიქტორია, აი ჩვენი საუბრის ბოლოს კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ მაყურებელს, როდის და სად გაიმართება შემოქმედებითი საღამო კონცერტი. 4 მარტს 16 საათზე ნიჭიერთა აწლედის სკოლის შენობაში ჩვენ ბრწყინვალე ახალ გარემონტებულ სკოლაში, ახალ აშენებულ დარბაზში ჩატარდება ეს პატარა საიუბილეო კონცერტი, რომელიც ეძღვნება ჩვენ უდიდეს კომპოზიტორს ოთარ თაქთაგიშვილის 100 წლის თავის. წარმატებები მინდა უსურვოთ პროფესიონალებს, მოსწავლეებს, თქვენს რა თქმა უნდა, დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუდიის სტუმრები. შეგახსენებთ, ჩვენი სტუდიის სტუმრები გახდნენ ოპერის თეატრის კონცერტმაისტერი ზურა ფანჯაბარძის საერთაშორისო ფონდის ლაურეატი, ნიჭიერთა აწლედის პედაგოგი ქალბატონი ვიქტორია ჩაპლინსკაია და ცნობილი კომპოზიტორი აწლედის პედაგოგი ბატონი კახაცაბაძე. წინა ვიდეო რგოლის შემდეგ დავბრუნდებით კვლავ სტუმრებთან ერთად სტუდიაში.
ძალიან დიდი მადლობა, შემოგვიერთდა ტრიო მელოდია, გეტყვით რომ ტრიო ზუსტად 1 წლის წინ დაფუძნდა, მომღერლები ასრულებენ როგორც საეკლესიო საგალობლებს, ასევე ქალაქურ და ფოლკლორის ნიმუშებს. ლაშა სიხარულიძე ტრიოს წევრი შემოგვიერთდება ახლა სტუდიაში და გავესაუბრებით მას ტრიოსთან დაკავშირებით. ლაშა, დილამშვიდობისა და დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუდიის სტუმარი, ვიჭებო დილამშვიდობისა თქვენს მოგესალმებით. როგორც უკვე უთხარით ჩვენს მაყურებელს 1 წელია რაც დაფუძნდა ტრიო მელოდია. თქვენ რო უფრო მეტი დეტალი მოგვიყვეთ 1 წლის წინ როგორ შეიქმნა და როგორი იყო იდეა ამ შექმნის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. გილოცავთ დედებს ულოცავ დღევანდელ დღეს. სიმბოლურად დავიწყეთ საგალობლით კრიტერიის კანონიდან კონდაკი ვიგალობეთ, ესეც რაღაც სიმბოლურად მარხვის დასაწყისი პირველი კვირაა და სახელწოდებაც რომ გითხრათ საგალობლის და შეასრულეთ. ჩემო ანდრია კრიტელის კანონის კონდაკი მე-6 ხმის უსურვებ ყველა მორწმუნე ადამიანს მშვიდობით და ასე ვთქვათ სიხარულით შეხვედროდეს აღდგომის წმინდა დღესასწაულს. გაიხარით. რაც შეეხება ჩვენს ტრიოს, ზოგადად ჩვენ ახლა დიდი ხანია მეგობრობთ, მოდივართ უბრალოდ პანდემიის მერე რაღაცნაირად ძალიან ალბათ როგორც ყველა მივიშალეთ და ძალიან ცუდად შეგვეხო პანდემია და პანდემიის შემდეგ რაღაც პერიოდის მერე გადავწყვიტეთ რომ შეგვექმნა ტრიო. მოგეხსენებათ რომ ქართველი ადამიანი ძალიან მუსიკალური არის და ასე ვთქვათ კონკურენცია ძალიან დიდია და კარგი არის ეს და უბრალოდ ჩავთვალეთ რომ ტრიო ცოტა ნაკლები იყო ამ მუსიკალურ სივრცეში ვიდრე კვარტეტები და აი ეს სამი კაცი შევიკრიბეთ და ძირითადად ვასრულებთ ქალაქურ სიმღერებს, ცნობილ სიმღერებს და ცნობილი ტრიოების რეპერტუარიდან და ასევე გალობთ წლებია უკვე ტაძრებში და ამ ტაძარმა უფრო სწორად ვთქვათ
შეგვაკავშირა და მე აქედან უკვე დაიბადა ეს იდეა და ერთი წელია რაც ესე ვთქვათ სოციალურ სივრცეში გამოუჩნდით და აქტიურობა შევძინეთ ჩვენს შემოქმედებას ასე ვთქვათ. ამ ერთი წლის განმავლობაში გქონდათ თუ არა უკვე კონცერტები ან არის თუ არა დაგეგმილი სამომავლოდ შეგვიძლია თუ არა წინასწარ უკვე ვისაუბროთ ამ საკითხზე. კონცერტი როგორც ასეთი არ ქონია, მაგრამ გვაქვს გეგმაში რომ რაღაცა ისეთ რეპერტუარს მოუყაროთ თავი რომ ჩვენი მსმენელის წინაშე წავდგეთ ესეთ ჩამოყალიბებული რეპერტუარით და მსმენელიც ასე ვთქვათ მაყოფილი დარჩეს ჩვენით. ამიტომ თლათ ესე იმათაც არ უდგებით მარტივად ცოტა კრიტიკულად უყურებთ და რაღაც ფიქრობთ, ვაანალიზებთ და ერთი წელი არც ისე დიდი დროა ალბათ, მიუხედავად გამოცდილებისა, რომ რაღაცნაირად რეპერტუარი ისე დავალაგოთ, რომ კონცერტი, სრულყოფილი კონცერტი გამართოთ. გაგოცანით თქვენ ტრიოს წევრები. რომელთანაც ერთ-ერთს ვიცნობთ გადასარევად. ჩვენი მეგობარი და მეორე ხმა ვახტანგ ცეცხლაძე თქვენი რეჟისორი ბატონო თანამშრომელი და ხმის რეჟისორი გახლავთ? გიგა ჩხაპელია ბანი. მე პირველი ხმა ვარ და აი ესე საგალობელი იქნება თუ სიმღერა იქნება. ვცდილობთ რომ რაღაც ძველი სიმღერები ამოწიოთ, უფრო მივიწყებული. ლაშა, როგორია რეპეტიციების პროცესი და რეპერტუარი როგორ ირჩევა ზოგადად, როგორ არჩევთ სიმღერებს, აი თქვენი ერთხმად უნდა შეათანხმდეთ ხომ ალბათ უნებრივია რა სიმღერებს შეასრულებთ და რა იქნება თქვენს რეპერტუარში. კი, რეპეტიცია ძირითადად ამ მხრივ ცოტა განევიურებულები ვართ ვახოს დახმარებით. გვაქვს რაღაც საშუალება რომ ჩავწეროთ ხომ ძირითადად რომ ვახოს ვაწუხებთ. სამი კაცი არ არის დიდი რაოდენობა და ერთ ოჯახში ესე ვთქვათ ვიკრიბებით. უფრო აი როგორც აღნიშნე ტრიო სიმღერები რაც არის, ნუ არის ხა ისეთი 4-ხმიანები და შეიძლება გავასამხმიანოთ. ისე რომ არაფერი არ დავარღვიოთ და აი უფრო ვცდილობთ რომ ცოტა თემატიკასაც შევიხოთ ხოლმე თუ პერიოდია დავუშვათ აღდგომის პერიოდში საგალობლები ჩავწერეთ და ვიდეოს კიდეთ ჩვენს გვერდზე და აი ისეთი სიმღერები რომ აი როგორ თქვა კარგად მინდა რომ გამომიდეს ეს ნათქვამი რომ აი მობეზრებული რო არ იყოს ყურისთვის რა და ცოტა მონატრებული რო იყოს ალბათ ეს განსხვავებული რაღაც სიახლესავით ხო? კი რომ რაღაცა ცოტა კარგად დავიწყებული ძველის პრინციპით ვცდილობთ რომ შევარჩიოთ რეპერტუარი. ნუ ხა ისეთი სიმღერები რაც საყოველთაოდ ცნობილია, ამას არ გაურბივართ. ეს მისაღებიც არის და მსმენელი მაინც ყველა შემსრულებელისგან ინდივიდუალურად თავისებურ შესრულებას ელოდება და ჩვენც ესე ნელა ნაბიჯ მიუყვებით და იმედი გვაქვს რომ ნელა ფართოსაზოგადოებაც უფრო აქტიურად გაგვიცნობს. აი ვახო თქვენც რომ გვითხრათ ტრიოს შესახებ, რას ნიშნავს თქვენთვის ეს ტრიო, თქვენი მეგობრები არიან, ერთ მეგობრები ხართ და ბუნებრივია, უფრო მეტად სასიამოვნოა ალბათ, როდესაც ასეთ სიტუაციაში გიწევთ და ხართ ამ ტრიოს წევრი და ასევე ჩვენც გვიხარია ის რომ ხართ ჩვენი გუნდის წევრი. გამარჯობათ, მოგესალმებით. რა ვიცი, აი ლაშამ როგორც ახსენა, დიდი ხანია ასე ვთქვათ ამ სფეროში ვარ საკმაოდ. ერთმანეთსაც დიდი ხანია ვიცნობთ. და ეს ურთიერთობა და გამოცდილება გვეხმარება იმაში, რომ შევასრულოთ ის რეპერტუარი ისე, როგორც უნდა და თავის შემქმნელს. ვცდილობთ ყოველ შემთხვევაში მაქსიმალურად ამას. და რაც შეეხება, რა ვიცი, ხა ჩვენს გემოვნებას ძალიან ასე ვთქვათ ვემთხვევით ერთმანეთს და არ გვიჭირს ასე ვთქვათ სიმღერის ჭყლებში არჩევა. შესაბამისად, წინ გვაქვს ბევრი სამუშაო. ფიქრობთ ასევე დისკზეც. კონცერტებზე რაც ახსენეთ, არის ეგეც ასე ვთქვათ, შორეულ მომავალში უბრალოდ სიტუაციიდან გამომდინარე ცოტა შევფერხდით. მაგრამ აუცილებლად იქნება ეს ყველაფერი და გასულების ყოფილა რაღაცა, ნუ ასე ვთქვათ, ეხლა გვეცნობა ხალხი და ნენე და ალბათ აუცილებლად. ჩვენც იმედია შევიტანთ წვლილს, ხო, თქვენს საზოგადოების გაცნობაში. და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ ლამაზ საღამოს გამართავთ, როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის მასშტაბით სხვა რეგიონებში და გასცდებით ასევე ქვეყნის ფარგლებს. სიმღერა უნდა შეგვისრულოთ, რა სიმღერა უნდა შეასრულოთ? ეს არის ივიკო საყვარელიძის სიმღერა არის შენზე ნაზი ოცნება. ეს ერთხმიანი სიმღერა არის მარტო მღერის თვითონ ივიკო და ასე თქვა გასამხმიანდა და
მეტი სილამაზეც შეიძინა, ხო? კი, ესეც შეიძლება ითქვას ახალი, ასე ვთქვათ, წამოწეული სიმღერა არის იმისგან განსხვავებით, რაც ძალიან ხშირად გვესმის რადიო მიმღებებში თუ საზოგადოებაში ეს წარმატებები გვინდა გისურვოთ, ვიდრე გადაინაცვლებთ სცენაზე და მოემზადებით, ჩვენც მანამდე მაყურებელს დავამშვიდობებთ. დიდი მადლობა ბრძანებისთვის. ტრიო მელოდია იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი და გიტოვებთ აი ამ შესანიშნავ სიმღერას ტრიო მელოდიას შესრულებით. სოფიო კუჭავა და გეგინე მსიტვერიძე მუშაობდით თქვენთვის. კიდევ ერთხელ ყველა ქალბატონს და დედას გილოცავთ. დედის დღეს მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ დროებით. მადლობას მოგახსენებთ, რომ ეს დრო ჩვენთან ერთად გაატარეთ და მეც ყველა დედას კიდევ ერთხელ გილოცავთ დედის დღეს და რა თქმა უნდა, ყველა დედისთვის მთავარი რაც არის ის, რომ შვილები იყვნენ ჯანმრთელები და ბედნიერები და გისურვებთ, რომ სულ გახარებულები და ამაყები ყოფილიყავით თქვენი შვილებით. ხვალამდე. ხვალამდე. შენზე ნაზიოცნება ახლა ჩემი მახალებელი ვერ დაგივიწყო ვერ შეძლო გულმა შეუძლებელი მინდა დილა გაგიზღაბო შორო თურფა ქალოვაზის და სილამარულის მზეს მიცავა მე თუ გადაგიღებარო თოვლიდან ება გაზაფხული Sashi mi perinavena mertzale Epitsevi chem si bavaru